მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. კიდევ ერთხელ სასიამოვნოა თქვენთან ერთად. ჩემ არხზე ვინ შემოხვედით, ვინც ჩემი ერთგული მსმენელია, მადლობა თქვენ, ვინც ახლები ხართ და შემომატეთ თქვენც მადლობა. და ყველაფრისთვის მადლობას გიხდით. ეხლა მადლობას გიხდით იმისთვის, რომ პირველ რიგში მილაიქებთ, უყურებთ ჩემს ვიდეოებს, მიკომენტარებთ, პირადში ვინც მწერთ, კონსულტაციებზე ვინც ეწერებით, ყველას მადლობა. და ყველა იმ ადამიანს, ვინც შემოდის უბრალოდ და ასკროლავს ხოლმე ჩემ ვიდეოს, ანუ თქვენს მადლობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსულტაციებს ვიღებ, რა თქმა უნდა, WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ, ჩემი ნომერი ქვემოთ იქნება, როგორც live ჩართვით, ასევე კითხვებით, ოღონდ უნდა ვიცოდე კონკრეტული კითხვა, სახელი თქვენი და კონკრეტული ადამიანის, ვიზეც გაინტერესებთ ინფორმაციის მიღება. ეხლა გადავედით ჩვენს გაშლაზე. დღეს ესეთი თემაა, რა თქმა უნდა, პირადულზე ვშლი, იმიტომ რომ თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე სულ პირადული გაინტერესებთ, მაგრამ აპრილის თვეა და რას მოგვიტანს ზოგადად აპრილი, ორ ვარიანტზე გავაკეთებ, თავის რჩევით, ორაკულით, ლენორმანის და დანარჩენი ვნახოთ. თქვენ ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი, ან მეორე ვარიანტი, ან მოусმინეთ ორივეს და ვნახოთ, რას მოგვიტანს აპრილის თვე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. რას მოგიტანთ აპრილის თვე? რას მოგიტანთ აპრილის თვე? რა რჩევას მოგცემდათ და რეკომენდაციებს აპრილის თვესთან დაკავშირებით თქვენი ფარველები, ხო? აპრილის თვე, ვინ ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი, აპრილის თვე, ვინ ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი. აქაც ნახეთ, მამაკაცი ამოვიდა, რაც ნიშნავს მთავარზე, რომ და სიყვარული, აქტუალური თემა, მამაკაცი და სიყვარული. მინდა თუ არ მინდა, ამ თემაზე უნდა, პირაძემა გასაშლელი ის გამოდის, ხო? ვნახოთ თუ ჩაიფიქრეთ, ახლა ბევრი ის არ გინდათ. პირველი ვარიანტით დავიწყებ. პირველო ვარიანტო, როგორც იყავი გაჩერებული, ამ შემთხვევაში გაჩერება ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია პირადში ქონდა, თუ შენ ბიზნესს ეხებოდა, თუ შენ საქმეს ეხებოდა, თუ შენ ცხოვრებას რაშიც ხარ, რა მოცემულობაშიც ხარ, სტაბილურობის კარტი ამოვიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე შემიძლია წავიკითხო ასე, გაჩერება, დაპაუზება დროებით და ამ სიტუაციის, როცა არ იძვრის და სტაგნაციაა და არც იქით მიდის და არც აქეთ მოდის და გაჩერება, ჯვარია, ხო, ამოსული, ესე იგი რაღაცა გარკვეული პერიოდი ასე იქნება. როგორ, გაჩერებული. ეხლა დროები საინტერესოა რამდენი ხანი, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ერთი კვირა ალბათ, დიდ დროებს მე არ ვუყურებ ხოლმე და შესაბამისად ეხლა არის კიდევაც ვნების კვირა და ალბათ ეს კვირაც ცოტა მძიმეა და ამიტომაც ამოვიდა, მაგრამ მაინც ვკითხოთ, თქვათ ერთი კვირის შემდეგ თუ გაიხსნება, აი ესეთი მომენტი, ერთი კვირის შემდეგ თუ გაიხსნება. რა თქმა უნდა, ერთი კვირის შემდეგ აქ ამოდის სუფრა, დადებითი ენერგიები, აღდგენა სიტუაციის და პატარა ნაბიჯი. კი ბატონო,
ანუ ერთი კვირაო მოკლედ გაჩერდითო, ისედაც კი ხართ გაჩერებული, მაგრამ გაფრთხილებაა და ესეთი რეკომენდაცია პირველ ვარიანტთან, თუ არაფერი არ მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში, ანუ იცოდეთ, რომ ეს უბრალოდ ენერგიები ასეთი მძიმე, ნებისკვირაა და ამიტომ მძიმე მარხვაა და ანუ გაჩერებაა რა მთლიანობაში. პირველ ვარიანტთან, მაგრამ ერთი კვირის მერე იზეიმებთ აღდგომას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გილოცავთ წინასწარ და ყველაფერი დაალაგდება. ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტს გამოსვლა აქვს სიტუაციიდან, როცა სოციუმს გაურბოდი, აი ხალხბრალობას გაურბოდი, რაღაც ჩვენთვის იყავი, რაღაც მომენტი ქონდა, ჩაღრმავების, დაფიქრების, შეიძლება რამე სწავლობდი. შეიძლება უბრალოდ ცოტა ხანი პაუზა აიღე, აი ამ მომენტიდან, მთავრდება შენი განდეგილის პერიოდი და გამოდიხარ გამარჯვებული, იმიტომ რომ ამან გარკვეული გამოცდილება მოგცა ცხოვრებაში, აი ამ პერიოდმა, როცა შენ ესე იგი თუნდაც მარტო ხარ და პარტნიორის გარეშე ხარ და აი ამ გაიაზრე ეს ყველაფერი და ეს იყო ყველაფერი დამოკიდებული აქ ენებს მაჩვენებენ სიტუაციას, როცა ადამიანები საუბრობენ ერთმანეთში. შეიძლება ჩარევაც იყო, შეიძლება უბრალოდ წაგრძელებული ენებიო რო იტყვიან, ხო? აი ესეთი მომენტი იყო, მაგრამ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან და გამარჯვებული გამოდიხარ. როცა მართალი ხარ ადამიანი, ყოველთვის მართალი ხარ და ყოველთვის იმარჯვებ. მაგრამ მაინც ვკითხოთ, აბა რჩევა მეორე ვარიანტისთვის. ნუ რჩევა რა არის, რომ ისევ შეუდგები შენ საქმიანობას, ისევ ესე იგი შენ თავზე აიღებ ამ მთელ პრობლემებს და დაიწყებ ხვნათესვის მომენტია. მოემზადები მოსავლის ასაღებად მე როცა მოვა ის სეზონი, ანუ მაგრამ ეხლა უნდა გასხლა, უნდა დათესო, უნდა ანუ დაარგო, ანუ პირობითად საუბრობ, ჯერ საქმე გააქვს, ანუ ხო? დაიწყებ ისევ საქმიანობას და კიდე რას დავამატებდი, აბა მეორე ვარიანტთან. რას ეტყოდით მეორე ვარიანტს? კი და ეს ყველაფერი, ანუ შენი საქმიანობა, რასაც აკეთებ, რითიც ხარ დაკავებული, ისევ სტაბილურობა ამოდის ოჯახში და ის სიტუაცია, რომ საშენოთ, ანუ შენ როგორც გინდა, ისე გექნება ყველაფერი. პრინციპში რა ვიცი, ენერგიები ნორმალურია, უბრალოდ რეკომენდაცია ეს ერთი კვირა და განსაკუთრებით წითელი პარასკევი და მძიმე დღე რაღაცნაირად პატივი ვცეთ ჩვენ უფალს, ხართ თუ არა ხართ, არა აქვს მნიშვნელობა, კვირაა ასეთი, ხო? და ყველაფერი მეორდება სამყაროში ასეა და ენერგიებია ეხა ასეთი, ხო? ამიტომ უფრო მეტად ეს ერთი კვირა თავი შეიკავეთ რაღაცეებისგან, მაინც მძიმე კვირაა, როგორც საქმეებთან დაკავშირებული, ასევე სხვა ეხლა ღრეობა და სასიყვარულო ორგიები, ანუ ეს კვირა არ გამოდგება, ხო იცით რატომაც. უბრალოდ კარმას დაიზიანებთ და თქვენთვის იქნება ცუდი, ამიტომ გირჩევნიათ რაღაცნაირად პატივი მიაგოთ ამ კვირას, ვნების კვირაა და ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა და განსაკუთრებით წითელ პარასკევს, როცა საერთოდ მზის ჩასვლამდე შიმშილობენ და ამით გამოხატავენ უფლისადმი სიყვარულს, თუნდაც ერთი დღე. მერე მოდის, რა თქმა უნდა, აღდგომა, როცა ქრისტემ სიკვდილი დათრგუნა, გაიმარჯვა სიკვდილზე და ეს კიდევ ერთხელ დამამტკიცებელია იმისა, რომ სიკვდილი არ არსებობს და სული მარადიულია, ასე რომ გილოცავთ წინასწარ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული შემობრძანდება და ყველას დადებით პოზიტიურ, ლამაზ დღეებს გისურვებთ და რაც თავარი აღდგენას. აბა თქვენც თუ მოგეწონათ დამილაიქეთ, აგერ ვარ თქვენს გვერდით.
დროებით.